ვისაუბრებთ სამედიცინო მითებზე, რომელიც ასულელებს მილიონებს. საშიში არ არის ის, როცა არ იცი. საშიშია, როცა ნაწილობრივ სიმართლე იცი და გგონია, რომ იცი, რადგან ეს გაძლევს ცრუ დაცულობის შეგრძნებას და ზოგჯერ შეიძლება მიიღო გადაწყვეტილებები, რომელთაც შენს ჯანმრთელობას ვნებ. მაგალითად, ადამიანებს გონიათ, რომ სიმსივნეს ეშინია ტუტის, ამიტომ ცდილობენ სისხლის გატუტიანებას, რადგან გაუგიათ, რომ სიმსივნე მჟავაში ცოცხლობს. მაგალითად, ადამიანებს ეშინიათ მზისგან დამცავი კრემის ტარების, რადგან გაუგიათ, რომ ის ბლოკავს D ვიტამინს. სინამდვილეში სიმართლე სხვანაირადაა და გეტყვით 5 ყველაზე გავრცელებულ მითს. პირველი მითი არის, რომ სწრაფი კლება ორგანიზმისთვის კარგია. ადამიანებს გონიათ, რომ რაც უფრო ჩქარა დაიკლებენ, მით უფრო კარგია მათი ორგანიზმისთვის. სინამდვილეში ასე არ არის. ჩვენი ორგანიზმი არ არის გათვლილი იმისთვის, რომ თვეში რამდენიმე კილო დავიკლოთ, როგორც წესი, თუ ძალიან დიდი წონა არ აქვს ადამიანს და ძალიან მარტივი ტესტი, რითიც შეგიძლია განსაზღვროს შენთვის ჩქარი ტემპით იკლებ თუ ნორმალურით არის, რომ თუ კვირაში 1 კილოზე მეტს იკლებ და 100 კილოზე მეტი არ ხარ, ესე იგი ჩქარა იკლებ და ეს კარგი არ არის. სწრაფი კლება ადამიანებს უყვართ, იმიტომ რომ ეს წონის სწრაფი ვარნა და სასწორზე ნაჩვენები რიცხვები აძლევს ადამიანს დაუყოვნებლივ ემოციურ ჯილდოს. სწრაფი კლება ადამიანებს უყვართ, რადგან წონის სწრაფი ვარნა ადამიანებს აძლევს დაუყოვნებლივ ემოციურ ჯილდოს და ეს ტვინში ქმნის წარმატების შეგრძნებას, რაც მნიშვნელოვანია. ამიტომ ერთ კვირაში 3 და 5 კილო დავიკელი არ არის კარგი მაჩვენებელი. თვის განმავლობაში 5 კილოს კლება საკმარისი და კარგია. და ზოგჯერ ბევრად ნაკლებიც მისაღებია. ხოლო თუ ადამიანს ძალიან მაღალი წონა აქვს, მაშინ შესაძლებელია კი, რომ დაიკლოს 7 კილო ან 8 კილო, ზოგჯერ 10 კილოც თვის განმავლობაში, მაგრამ ძალიან სწრაფი კლება, რომელსაც ხშირად გვაძლევს პრეპარატები, როგორიც არის ოზემპიკი, ვეგოვი, მუნჯარო და სხვა სემაგლუტიდები, ტირზეპატიდები და ასე სხვა პრეპარატები არსებობს, რომელთაც ჩქარა იკლებენ ადამიანები, ხშირად ჯანმრთელობისთვის დიდი პრობლემები მოაქვს ამას. ეს კლება კარგია, როცა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ხდება და კონტროლირებულ გარემოში ხდება, მაგრამ როცა ეს ხდება უკონტროლოდ, მაშინ არასწორი და არ არის კარგი. თან ორგანიზმს საფრთხეს უქმნის. მაგალითად, ჩქარი კლების პირველი მთავარი პრობლემა ის არის, რომ კარგავ კუნთებს. კუნთების დაკარგვა კი სიცოცხლის ხანმოკლეობასა, სიცოცხლის შემოკლებასთანაა პირდაპირ კავშირში. ამიტომ კი წონას იკლებ იმისთვის, რომ უფრო ჯანმრთელი იყო, მაგრამ კუნთებს კარგავ და უარესი ჯანმრთელობა გაქვს. მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა რაც არის წონის ჩქარი კლების არის ნაღლის ბუშტის კენჭების გაჩენის ალბათობა, რომელიც მნიშვნელოვნად იზრდება, მაგალითად, როცა IGLP-1-ის აგონისტებს იყენებენ, ანუ იმ პრეპარატებს, ოზემპიქს ეგეთ პრეპარატებს, როცა იყენებენ, მნიშვნელოვნად იზრდება ნაღლის ბუშტში კენჭების გაჩენის ალბათობა, ასევე პანკრეატიტის ალბათობა. ეს ყველაფერი იქიდან გამომდინარე, რომ საჭმლის-მონელებელი სისტემის ფუნქციონირება ნელდება მნიშვნელოვნად და ეფექტურად ვეღარ გამოიყოფა ეს ნაღლის მჟავები და ნაღლის ბუშტის დისფუნქცია ხდება ამ დროს და შესაძლებელია ასევე იგივე მოხდეს პანკრეასის შემთხვევაში და პანკრეატიტის განვითარებას. ანუ ეს რისკების მატება კი არა ის რომ 10% ან 20% მოემატოს რისკი. არა, ეს რისკის მატება შეიძლება იყოს 100%, ზოგჯერ 120% იმატებს ხოლმე ნაღლის ბუშტში კენჭების გაჩენის ალბათობა. ამიტომ ერთი მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა კონტროლირებულად დაიკლოს წონაში, ნელ-ნელა და ეტაპობრივად. გააჩნია რამდენი აქვს დასაკლები, სასურველია, რომ 3-5 კილო ამ ფარგლებში დაიკლოს თვის განმავლობაში, ანუ კვირაში დაახლოებით 1 კილო უხეშად, შეიძლება ცოტა მეტი, ცოტა ნაკლები, 1 კილო, 3-5 კილოს კლება. ზოგჯერ ნაკლებიც თუ ადამიანს ცოტა აქვს დასაკლები, უფრო ნაკლებს დაიკლებს და ეს სიჯანსაღია და ეს კარგია და ეს ცუდი არ არის. ზოგჯერ როცა ბევრი აქვს დასაკლები, შეიძლება მეტიც დაიკლოს, შეიძლება დაიკლოს 7, ზოგჯერ შეიძლება 8, თუ ძალიან ბევრი აქვს დასაკლები, შეიძლება დაიკლოს 10, მაგრამ ეს უნდა მოხდეს კონტროლირებულ გარემოში და მეთვალყურეობა ამ დროს საჭირო. აუცილებელია კუნთების შენარჩუნება, აუცილებელია რომ ნაღლის ბუშტზე ვიზრუნოთ ისე რომ კვება იყოს დაბალანსებული, ან ჯანსაღი კვების შენარჩუნება მნიშვნელოვანია. მეორე მითი არის რომ ბუნებრივი ყოველთვის უდრის კარგს. ბუნებრივი არ უდრის ყოველთვის კარგს და უსაფრთხოს. ადამიანებს ეს შეგრძნება აქვთ, იმიტომ რომ ერთი რაც დიდი ხანი რომ გამოიყენება, უფრო მაღალი ალბათობაა რომ უსაფრთხო იყოს. კი, მაგალითად არის დანამატებიც, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში იყენებს კაცობრიობა და ეს დანამატები როგორც წესი უფრო უსაფრთხოა ვიდრე ის დანამატები, რომელიც მაგალითად 1 წლის წინ ან 2 წლის წინ შეიქმნა, იმიტომ რომ
იქ ისტორია გვაქვს, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ადამიანებმა რაღაცა არასწორად დაიმახსოვრეს და ტრადიციაც ზოგჯერ არასწორია, იმიტომ რომ ტრადიცია არ ნიშნავს იმას, რომ ტოქსიკოლოგიურად შემოწმებული ხაზი მოდის ტრადიციიდან, ხო? ამიტომ არის მცენარეები, რომელიც ბუნებრივია, მაგრამ საშიშია და უმეტესად აყენებენ ხოლმე რომ ბუნებრივს და ქიმიურს, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება რომ ქიმიურია წყალიც, ქიმიურია C ვიტამინიც, ანუ ქიმიური ფორმულებია ესენი და ქიმიური შემადგენლობა აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს ცურს და არ ნიშნავს იმას, რომ ორგანიზმის საჭირო არ არის პირიქით. მაგალითად, ადამიანები ხშირად ეხა ამ ბოლო ხანებში რაც შემხედრეა, იყენებენ ხარისძირას დასაკლებად და ხარისძირა პირდაპირ ტოქსინია. ტოქსინია საწვისმომნელებელი სისტემისთვის და ტოქსინია ნერვული სისტემისთვის, ტოქსინია გულისთვის და შეიძლება გამოიწვიოს გულის მძიმე არითმიები და ადამიანი შეიძლება დაიღუპოს. მაგრამ ადამიანები მაინც აკეთებენ ამას, იმიტომ რომ გონიათ, რომ ვინაიდან იაფიღებს უსაფრთხოდ მიიჩნევენ, რომ ეს რაღაც ბუნებრივია ხარისძირა, ხო გაუგიათ რომ მცენარეა და ბუნებრივია და მაინც იღებენ ამას ადამიანები. არა და ხო ბუნებრივია, მაგრამ უსაფრთხო არ არის. არის ასევე სოკოები, რომელიც შხამიანია და ადამიანს კლავს. ამატოქსინები, რომელიც შეიცავს სოკოები, რომელიც შეიცავს ამატოქსინებს, მათ შეუძლიათ RNA-ის სინთეზის დარღვევა, ახალი ცილების შექმნის პრობლემის გაჩენა ღვიძლში და შეუძლიათ, რომ ადამიანის შინაგანი ორგანოების უკმარისობა გამოიწვიოს, რაც ძალიან დიდი პრობლემაა და სიკვდილით მთავრდება ხშირად. იგივე შეიძლება ითქვას ყვითელი ოლეანდრის შესახებ. ტოქსინ დინოქსინის მსგავსი მოქმედება აქვს და ტოქსინია გულისთვის, ასევე კავა ესეთი მცენარე დამამშვიდებლად იყენებენ ხოლმე ზოგჯერ, მაგრამ ღვიძლის დაზიანება შეუძლია. იგივე მაგალითად ჭერმის კურკა შეიცავს ციანიდს და ციანიდი მომწამლავად მოქმედებს ორგანიზმზე. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ტოქსინია, თუმცა ციანიდი ბუნებრივად მიიღება ამ შემთხვევაში. შესაბამისად, ბუნებრივი არ ნიშნავს ყოველთვის კარგს და უსაფრთხოს, ამიტომ ყურადღებით უნდა შეისწავლოთ ის, რის დალევასაც აპირებთ. მესამე მითი არის, რომ ტუტე გარემო კლავს კიბოებს. ადამიანებს ეს გონიათ რატო? საფუძვლად ამ ყველაფერს უდევს ცნობილი კვლევა ერთ-ერთი, რომელმაც დაადასტურა, რომ სიმსივნური უჯრედები იზრდებიან მჟავა გარემოში. ოღონდ მჟავა გარემოში იმიტომ კი არ იზრდებიან, რომ მჟავა გარემო სიმსივნეს ქმნის. არამედ სიმსივნური უჯრედები გლუკოზას გადაამუშავებენ სხვანაირად, ვიდრე ჩვეულებრივი უჯრედები და თავის გარშემო აგროვებენ ლაქტატს და ლაქტატის დაგროვება მჟავის დაგროვებაა გარშემო და მჟავა გარემო იქნება მათ გარშემო. ანუ მჟავა გარემოს გამო კი არ იქნება ეს სიმსივნური უჯრედები, არამედ სიმსივნური უჯრედები ქმნიან თვითონ თავის გარშემო მჟავა გარემოს და ადამიანები ფიქრობენ, რომ მოდი ეხლა თუ სისხლს გავატუტიანებ, ეს სიმსივნურ უჯრედებს მოკლავს, მაგრამ ასე სამწუხაროდ არ ხდება. როგორც წესი, როცა იღებ რაღაცას გატუტიანებისთვის, ჯერ ერთი რომ ვერ ატუტიანებ სისხლს, შესაძლებელია კი შარდის გატუტიანება შესაძლებელია და იგივე ეს ლიმონიანი წყალი, რომელსაც დილით იღებენ იმისთვის, რომ ორგანიზმი გაატუტიანონ, სინამდვილეში არ არის ორგანიზმის გატუტიანება. შარდს ცოტათი ატუტიანებს, ეს მართალია ციტრატების გამო, მაგრამ არა სისხლს. მეტიც, თუ კი სისხლს გაატუტიანებ, მაგალითად სოდიან წყალს თუ დალევ საკმარისად ბევრს და სისხლს გაატუტიანებ, ამით ადამიანი შეიძლება მოკვდეს, თუ მაღალი დოზებით მიიღებ. იმიტომ რომ ჩვენი ორგანიზმი მკვეთრად შემოსაზღვრულ ფარგლებში მოქმედებს 7.35-დან 7.45-მდე დაახლოებით. მჟავა ტუტის ბალანსი ესეა დაცული, pH-ის მაჩვენებლებია ეს. არ შეიძლება მეტი თუ ავიდა და გატუტიანდა სისხლი, ეს არ არის კარგი, ასევე გამჟავიანებაც არ არის კარგი, თუ მჟავიანობა მოიმატა. ანუ ეს ბალანსი მუდმივად დაცული უნდა იყოს და ამ ბალანსს ჩვენი ორგანიზმი იცავს ორი გზით, სუნთქვით და თირკმელებით და თუ კი იმდენად გაატუტიანებს სისხლს, რომ ამას თირკმელები ვეღარ გაუძლებს და ვერც ამოსუნთქვით არის კომპონენტები, რომელსაც ამოსუნთქვის დროს ვერ იშორებს ადამიანს, შარდით უნდა გამოიყოს და ამიტომ თუ კი ამას ვერ შეძლებს თირკმელები და ფილტვები, მაშინ ადამიანი დაიღუპება ზედმეტად ტუტე გარემოში. ამიტომ სისხლის გატუტიანება ის მცდელობა კარგი აზრი არ არის. საუბარი თუ იმაზე, რომ ზოგადად ბოსტნეული და ხილბოსტნეული, რომელიც შარს უფრო მეტად ატუტიანებს და უფრო ტუტე რეაქციას იწვევს ორგანიზმში, კარგია, ეს მართალია და ადამიანები ზოგჯერ როცა იღებენ ხილბოსტნეულს, ზოგადად მეც და ჯანსაღკვებაზე არიან, თავს უკეთ გრძნობენ და ეს უკეთ გრძნობა აძლევთ იმის ფიქრის საშუალება, რომ სიმსივნისგან დაცულები არიან. თუმცა სიმსივნისგან ბევრად მეტად იცავს ის, რომ ადამიანმა სიგარეტი არ მოწიოს და იმ გარემოში არ იყოს, სადაც ეწევიან, ალკოჰოლი არ დალიოს და ჯანსაღი
იარაღი ცხოვრების წესით იცხოვროს და ჭარბტონიანი არ იყოს. აი ეს კომბინაცია ბევრად მეტად იცავს სიმსივნეებისგან, ვიდრე ნებისმიერი საშუალება, რომლის ყიდვაც შეიძლებაოდეს და რომელიც ეტყვის ადამიანს, რომ შენ ეს დალიე და სიმსივნე არ დაგემართება. ასე არ არის. მეოთხე მთავარი მითი არის, რომ ვიტამინები წონას მატებს და ხშირადაც იციან ხოლმე რომ რა ვიტამინი დავალევინო თუნდაც ბავშვს რომ გასუქდეს ჯერ ერთი ბავშვი რატომ უნდა გასუქდეს იყოს გამხდარი ეს არ არის ბავშვისთვის ცუდი თუ კი რა თქმა უნდა წონის მნიშვნელოვანი დეფიციტი არ აქვს და თუ ჯამრთელია ბავშვი არაა საჭირო მისი გასუქება მაგრამ მეორე მხრივ ორი რამე აქვს რომ ადამიანებს გონიათ რატომ რაღაცა თუ ვიტამინებს მიიღებენ გასუქდებიან და ამიტომ ვიტამინებს არ იღებენ მაგის შიში და ზოგ ადამიანს კიდევ ვისაც წონის დეფიციტი აქვს პირიქით გონია რომ ვიტამინებს თუ მიიღებს გასუქდება და კითხულობენ რომ აი რა ვიტამინი დავლიო რომ ცოტა მოვიმატო და გავსუქდე არც ერთი და არც მეორე მიდგომა სწორი არ არის როგორც წესი მრავალი კვლევაა ჩატარებული ამაზე და ვიტამინები წონაში არ ამატებინებს ვიტამინებს არ აქვს ეგეთი ფუნქცია, ჯერ ერთი კალორიებს თვითონაც არ შეიცავს და არც ისეთ რეაქციას არ იწვევს, არც ერთი ვიტამინი ორგანიზმში, რომ წონა მოიმატოს ადამიანმა. არის რამდენიმე შემთხვევა, მაგალითად B12 ვიტამინის დეფიციტი თუ აქვს ადამიანს, ან B1 თიამინის დეფიციტი, ან თუთიის დეფიციტი, ამ დროს შეიძლება მადა იყოს შემცირებული და ამან გამოიწვევს ადამიანის სიგამხდრე და როცა გამხდარია ადამიანი მადა არ აქვს მაგალითად თუთიის დეფიციტის გამო გემოვნება ეკარგებათ ადამიანს საჭმელი გემრიელი აღარ ეჩვენება და მადაც ეკარგება და კი შეიძლება ეგეთი ადამიანი გამხდარი იყოს და კი თუთიას მიიღებს შეიძლება მადა დაუბრუნდეს და ნორმალურად ჭამოს და წონაში მოიმატოს, მაგრამ ეს დეფიციტის გამო იყო და არა იმის გამო, რომ ვიტამინი მიიღო, ანუ დეფიციტის შევსების გამო იყო, ის ნორმას დაუბრუნდება იმ ვიტამინების ან მინერალების მიღებით, ნორმას დაუბრუნდება მისი კვებითი ქცევა. კახექსიიდან ან ძალიან სიგამხდრიდან, თორე ეს არნიშნავს იმას, რომ ნორმალურმა ადამიანმა თუთია რომ მიიღოს, ის წონაში არ მოიმატებს, ვისაც ნორმალურად აქვს თუთიის დონე ისედაც სისხლში. ის ამ თუთიის გამო წონაში არ მოიმატებს. ასევე B12-ის დონე თუ ნორმალური გაქვთ, B12-ის მიღების გამო წონაში არ მოიმატებთ და არც თიამინის მიღების გამო. თუმცა თუ თიამინის დეფიციტი აქვს ადამიანს, შეიძლება კახექსიური იყოს და გამხდარი იყოს და თიამინის დეფიციტი თუ შეავსებს ადამიანი ნორმალური მადა დაუბრუნდება. აქედან მოდის ეს მითი, ანუ რამდენიმე ვიტამინი არსებობს, რომლის დეფიციტი პირიქით წონის დეფიციტს იწვევს და იმას თუ შეავსებ, ნორმალურ წონას უფრო მაღალი ალბათობით დაუბრუნდება ადამიანი, მაგრამ ეს არნიშნავს იმას, რომ შენ თუ სხვა ვიტამინები ნორმაში გაქვს, ან თუნდაც ეს B ვიტამინები, ან თუთია ნორმაშია, ამას დამატებით მიიღებ და შენ წონაში მოიმატებ, ასეთი რამე არ ხდება. შესაბამისად, ესეც სრულ შიშია. და მეხუთე მითი არის, როცა ამბობენ, რომ მზისგან დამცავი კრემი არ შეიძლება, რადგან ის ბლოკავს D ვიტამინის სინთეზს და მზეს ბლოკავს და მზისგან D ვიტამინი ვეღარ სინთეზირდება. თუმცა ჩვენი სხეული არ არის ლაბორატორია და როგორც წესი, ეს მზისგან დამცავები ისე კარგად ვერ ბლოკავენ, რაც პრაქტიკაში როა ჩატარებული კვლევები, ისე კარგად ვერ ბლოკავენ მზის სხივებს, რომ D ვიტამინის სინთეზის შეწყვეტვა. ამიტომ ადამიანები, ვინც რეგულარულად მოიხმარს მზისგან დამცავებს, როგორც წესი, მათ D ვიტამინის დეფიციტი ამის გამო არ ემართებათ. და მეტიც, მზისგან დამცავ კრემს მეტი სარგებელი მოაქვს, ვიდრე ზიანი. ის იცავს კანის დაბერებას, კანს დაბერებისგან იცავს, უჯრედებს იცავს დაზიანებისგან, მუტაციებისგან იცავს, დნმ-ს დაზიანებისგან იცავს, შესაბამისად ორგანიზმისთვის პირიქით ეს კარგია და არა ცუდი. მაგრამ თუ მაინც ჩავთვლით, რომ ადამიანი იდეალურად მიყვება ინსტრუქციას, იდეალურ მზისგან დამცავს იყენებს და D ვიტამინის დეფიციტი ამის გამო განუვითარდება, D ვიტამინის შევსება საკვების დანამატებით ძალიან ადვილად შეიძლება და მეტიც ადამიანების თითქმის 40% ისედაც აქვს D ვიტამინის დეფიციტი. ამიტომ ეს არ არის სიახლე ადამიანებისთვის. ადამიანების დიდ ნაწილს ისედაც განსაკუთრებით ვინც დასავლურ სამყაროში აქეთ დასავლეთისკენ და ჩრდილოეთისკენ ცხოვრობს, ისედაც აქვს მზეზე ნაკლები კონტაქტი აქვს, მზე ნაკლებად ანათებს და ისედაც D ვიტამინის დეფიციტი გვაქვს. შესაბამისად,
ისედაც არაა საკმარისი მზისგან მიიღებული დ-ვიტამინი ამ დროს და იმის შიშით რატომ უნდა დავიზიანოთ კანი და რატომ უნდა დავიბეროთ კანი, რომ შეიძლება ძალიან მარტივად და საკმაოდ იაფი ღირს დ-ვიტამინიც და შესაძლებელია მისი მიღება და ამ დეფიციტის შევსება და უმეტესად მაინც არ აქვს მნიშვნელობა, ბევრი კვლევებით დამტკიცებულია და დადასტურებულია, რომ დ-ვიტამინის მზისგან დაცვას იღებენ თუ არ იღებენ, მაგის დამოუკიდებლად ან აქვთ ან არ აქვთ დ-ვიტამინის დეფიციტი ადამიანებს. შესაბამისად, მზისგან დამცავის დაბრალება მაგისთვის არ არის სწორი აზრი და დ-ვიტამინის დეფიციტი სჭირდება თუ არა მკურნალობა, ჭირდება კი რა თქმა უნდა და სასურველია რომ ადამიანმა მიიღოს, იმიტომ რომ დ-ვიტამინი ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელია, რადგან დ-ვიტამინი ჩვენი იმუნიტეტისთვისაც მნიშვნელოვანია და ასეულობით რეაქციაში მონაწილეობს. დ-ვიტამინი ზუსტად ისაა, რაც უჯრედებში აღწევს ბირთვში და იქიდან მოქმედებს და ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს. მოკლედ, ძალიან ბევრ კომპონენტზე მოქმედებს. ამიტომ დ-ვიტამინის დეფიციტი ბევრ პრობლემას იწვევს, მაგრამ მზისგან დამცავის გამოყენება როგორც წესი დ-ვიტამინის დეფიციტს არ იწვევს. აი ესენია, კიდე არის რა თქმა უნდა ძალიან ბევრი მითები, რომელსაც სხვა დროს შევეხებით, მაგრამ ძირითადები რაც უნდა ვიცოდეთ, ესენია. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი, გამოწერეთ. მადლობა ინტერესისთვის. ვისაც გაქვთ სურვილი დონაციებისთვის, შეგიძლიათ დონაციები გააკეთოთ. აღწერაში არის ანგარიშის ნომრები. მადლობა თქვენი ინტერესისთვის.